1971 წლის 12 იანვარს დაიბადა. სერიალი მოგვითხოვს პატარა უბრალო გოგონას, რომელიც შემდეგ პრინცესა გახდა, როცა მისი დედიკოს სიყვარულით გაჰყვა პრინც როლანდს. პრინცესა სოფია პირველად გამოსცა 2012 წელს. ეს სერიალი შედგება 4 სეზონისა და 110 ეპიზოდისგან. ამულეტი ავალობს. სოფია იღებს ამულეტს. ამულეტი სოფიას აჯილდოებს კარგი საქმეებისთვის და ჟის, როცა უარყოფს მეგობრობას. ამულეტის წყალობით სოფიას შეუძლია ცხოველებთან საუბარი. ცხოველი მეგობრები, კურდღელი კლევერი. სოფიას საუკეთესო ცხოველი მეგობარია კურდღელი, სახელად კლევერი. ის ყოველთვის მხარში უდგას. ის კეთილი და მხიარული კურდღელია. ცხენი მინიმუსი. მინიმუსი სოფიას ფინავი ცხენია. ის ყოველთვის მხარში უდგას სხვა თავგადასავლებში. სოფიას დაძმა, სოფია საიკო. ემბი პრინცესა სოფიას ნახევარდაა. პრინც როლანდის ქალიშვილი. თავდაპირველად ცოტა ამაყი და ეგოისტია, მაგრამ სერიალის განმავლობაში დიდად იცვლება და მათ შორის თბილი და გულწრფელი ურთიერთობა ყალიბდება. სოფიას ძმა ჯეიმსი სოფიას ნახევარ-ძმაა. ის კეთილი და მხიარული ბიჭია. ის ყოველთვის სოფიას ეხმარება და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. დასასრული. სერიალის ბოლოს სოფია ხდება ავალორის მცველი პრინცესა. ეს სერიალი ბავშვებს ასწავლის მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, გულურწმფელობა, პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა. მე პრინცესა სოფია იმიტომ მიყვარს, რადგან ის არის კეთილი, მშვენიერი, ჭკვიანი და ლამაზი. ნინი ყოჩაღი ესეთი ამწურავი პრეზენტაცია იყო, ფაქტობრივად კითხვის დასმის საშუალებაც არ დამიტოვა. ეში დავჯილდოვოთ მანევრის თვალს ან რაღაცა ისეთი, რაც მხოლოდ სოფიას ახასიათებს და არის სხვა პერსონაჟი. აბა ჩავხსნათ ჩემი ამულეტი. Davdiri muškici hrasžila. I каких-то принцесса стать могла, сколько мне нужно узнать, так чего начать. В мире так ждет меня, замки меня встречает моя семья. Но в школе ждут меня друзья, как будто крылья за спиной у меня. Постойте, это ведь я, принцесса София. Хоча, ხელი გაკეთე? ხელი გაკეთე? აი ეს. ანუ ზალეს ხარ ის ხარება ხარს მასავ მიეცევსო ნოვანუ უბეს ნოვადა დროლა დატყობი აუწყებს რომ შეიძლება სათხარ იყოს მაგაზე და დროლა ის მაგრამ როგორც ხალხსახმარება ასე ხმარება პოლიციელსაც ის ხმარება პოლიციელებს გამაშროების დაწერილში. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ანდრი, აბა შემითხარი, როგორ დაგვიცავდა? მაჩვენებითი გვიცავს ხოლმე რა იარაღი ვიკეთია? აბა როგორ ფუნქციონირებს? ანიმაციური ფილმი გაყიდული, რომლის მთავარი გმირი ანა არის. ის უშიშარი და მიზანდასახული. მე ანა იმიტომ ავირჩიე. ის მისი დის გადასარჩენად კრისტოფის გუნდს უერთდება. ისინი მთებისკენ გაემგზავრებიან ანას დის ელზას საყოველთაოდ. ის
მარადიულ ზამთრის სამეფოშია დატყვევებული. რატომ ავირჩია ეს პერსონაჟი? ანა, ჩემი ერთ-ერთი გმირი მის პერსონაჟია. ის ვისა ბაძი მაგალითია დედმამისის სიყვარულის. მან ყველაფერი გააკეთა მისი ზის გადასარჩენად, რომ გოროტი ადამიანისგან და ზამთრის სამეფოდან დაეხსნა. ოჩახ. ჩემს როგორც თავის დასთვის ანასთვის გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ჩვენს. ყველაფერი რა? რომ წავიდა და ზამთრის სამეფოდან გაიხსნა. ოჩახი. მას ახლა მე ამიანი ბაბა გამოგონილი პერსონაჟის გამოცემების გმირი ადამიანების შემქმნელი პერსონაჟი. ალჭურვეს სუპერძალებით ნებისმიერ ზედაპირზე აცოცვის საშუალებით ხელზე დამაგრებული მოწყობილებიდან ობობის ქსელის როლის საშუალებით და ობობის ალდოთი რომელიც ეხმარება საშიშროების შეგრძნებაში. ოჩახი ხდება. როგორ დაიცავდა ადამიანიობა პატარას? ქსელი თავადებდა ზევით და ჩარქავდა ისა სახელით. ისეთ როგორ მაჩვენე ხელზე როგორ სამეთებული? საბა როგორ უშვავს მაჩვენე? ვაუ! ოჩახი, ძალიან კარგი ვიგებ. ანუ ადამიანიობა არის შენი საყვარელი პერსონაჟი, ესე გამოდის, ხო? პატარა. ის არის ძალიან ხიარული, ლამაზი, ბერისეთა, როგორც მე. ის იცავს თავის გვირგვინს. მე ისინი შემიყვარდა, რომ ეს არის ძალიან ხიარული, ლამაზი და მას აქვს ჯადოსნური თმა და არა მარტო თმა, არამედ ჯადოსნური თრემლებით. რატუცელი ზოლა ძალიან ხარისხმოვანია. თავი პერსონაჟია. უნდა დაგავაწყდეს იუჩი. რომ მისი შეყვარებულია. მათი ურთიერთობა ძალიან კარგია. კიდევ არის მაქსიმუსი, რომელიც ყველაზე სასაცილო ცხოველი პერსონაჟია. ძალიან კარგი გოგო ხარნი. ani შენი რაპუნცელიაბა როგორ დაიცავდა პატარას? თავის საკუთარი თმით თმას გამოიყენებ და აგრძელებ თმას. მაჩვენე შენი ულამაზესი ნაწყავი გაქვს და ძალიან ლამაზი პრინცესა ხარ რაპუნცელის მსგავსად. მადლობა ესეთი ლამაზი პრეზენტაციისთვის და ესეთი ულამაზესი ფორმისთვის. გოჯო სადურას მასწავლებელი იგი ასწავლის იუჯი ილატორს. იგი იცავს ადამიანებს ურჩხულებისგან. ის გამოიყურება ასევე შავ ბინდერა შემოხეული თეთრი თმები და ლურჯფალები. მის ლურჯფალები აძლევს სხვადასხვა ძალებს და ეხმარება ადამიანებს დარჩენას. შენ მითხარი გია რომ რაღაცა მახასიათებელი მოძრაობა აქვს გოჯოსა და გაბაკეთებო. ხო მითხარი? კარგი, საჭირო რომ გახდეს გოჯო როგორ გაგიცავდა? ბავშვებს სალექნორი გაძალებს, აბა? ასე და მე უკან გაჩნდება. როგორ იზამთრებს? ეს შვება? და რას ნიშნავს ეს? უკან გაჩნდება და მაგ რაღაცა წითელი მასება ასე არჩევს. კარგი. რატომ არის შენი საყვარელი გმირება შენი სიტყვებით მითხარი არ მინდა პრეზენტაცია. რატომ მოგწონს? რა მოგწონს გოჯოში? აუ, კარგი, ძლიერი. ძალა მოგწონს მხოლოდ? ისედაც მოგწონს რა აქვს? კარგი, აბა ისედაც რას ნიშნავს? ძალებია კარგი. კარგი ძალები აქვს და რისთვის იყენებს ამ ძალებს? გადარჩენისთვის. მადლობა გია. ხალხა. ეს არის თარგმნილია საფრანგეთის 25 ენაზე.
მას უკვე 2 შვილი ჰყავდა. ლასი და კარინი. ერთი მისი ქალიშვილი კარინი ფირტონის ადგილით ავად გახდა. და მათ ის ყოველთვის არის მოგონის ნაპრებს უამბობ. ერთ კონკურსზე მისმა ამბებმა პეპიზე ჯილდოც მიიღო. პეპი უნიკალური და გაუწყალ პერსონაჟია. ის არის ახალგაზრდა გოგონა. შეუსაბამო წინდელი, ხა? შეუსაბამო რაც მას გამოაჩენს თავისი უცნაური ქცევითა და ღენული თავგადასავლებით. იგი განასახიერებს ბავშვობის სიყვარულს, დამოუკიდებლობას და თავისუფლების ძალას. ასტრინგრეთი 2002 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა. ძალიან კარგი გიხარ, ძალიან სრულყოფილი პრეზენტაცია სადაში ყავს და თან ძალიან ისწრება ამ ძნერის ფორმა. პრესიდენტთან ძალიან ლამაზი ხარ, შეიძლება ფერადი. და ერთ კითხვაზე მეკასუხე. საჭირო რომ გასთან იყო როგორ დაიცავდა შესაძლებელი. რას გამოიყენა? ის ძალას გამოიყენა. რაში იყო ეს ძალა? ადამიანის სულად. მის მახვილგონიერებაში ცხა? მის მოხერხებულობაში და მახვილგონიერებაში. ძალა არა, ძალა ისიც რომ ის საუბარში იყო. ფოტოები და ესე? პერსონაჟი რომელიც ძალიან მიუწოს არის ჩემი საყვარელი წყალის გმირი კომბლე. მისით მისწავლე რომ უნდა ვიყო მამაცი და უშიშარი. კომბლე ამასთანავე კეთილი კაცი იყო. ის ზრუნავდა თავის წყობში, უტყდებოდა მათ. წყობად კარგად იცოდა მათი პატრონი რავაშკაცი კაცი იყო, რომ არავის დააჩაგუნებდა მათ თავს. იცით კიდევ რატომ უმწოს კომბლე? შრომელი კაცი იყო, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. იცოდა ეს კომბალი უსამართლობას და ბრძოლაში გამოადგებოდა. ასეც მოხდა. ხიბლოს იმ მომენტში კომბლებს დააგვიანდა. ყველა წავიდა სადებრად. აი მთელი გომიერებად მასში გამოიჩინა შემოქმედებს კბილებს უთვალიერებდა. ჩიჩია ხო არ ჰქონდა, გარდა მგლისა, რომელიც ის ჩემთვის ბოროტების სახეა. ой, როგორ მომეწონა კომბლეს სიმამაცე, როცა მან გელი დაამარცხა, თავისი წყობა უკან დაებია. კომბლე უშიშარი და შეუდრეკელი. მისი მოქმედების ბოროტება დაამარცხა და სიკეთე მძიმე. მეც მინდა კომბლესავი ძლიერი კაცი ვიყო და სიმართლეს გავამარჯვებინა. ძალიან კარგი. ოჩა. ფიქსი რატომ მოგწონს? უკვე მითხარია, როგორ დაიცავს აბა ბავშვებს? გერს უნდა და ჩვენი შეცდომა კომბლე მინდა და კომბანი ჩასხა. ანუ კომბოს გამოიყენებდა, ხო? და დაგვიცავდა. ყოჩა, საოცარი ბიჭი ხარ, დიდი მადლობა. მოსაგებული რომ მოხვედი.